რაიმე ისე გარბის წყალი გეგონება მტყარიაო, მტყარი, ისეთ დღეში ვარ. მთელი ეს მოსახლეობა და ჩემი სახლი სუდაინგრა. სოფელ ყვიბიში მცხოვრები ლილი სხილაძე ერთ-ერთია იმ ათობით ოჯახს შორის, ვისაც ყოველი წვიმის დროს სახლი ეტბორება. ეს არის ყოფილი სტადიონის ტერიტორია, სადაც ტყიდან წამოსული წვიმის წყალი გროვდება. იმის გამო, რომ წყალს გასასვლელი არ აქვს, აქვე მცხოვრები მოსახლეობის ეზოებში ჩაედინება. წყალი რომ მოვარდება, წვიმებია, ძალიან ისეთი რეშები მოდის, პირდაპირ სახლის ძირში შედის და დაიწია ფუნდამენტმა, ორჯერ ჩავასხით კედელი, ფუნდამენტი გამოვიღეთ ძირში, რკინებიც ჩავაბეტონეთ ისა, მაგრამ მაინც გასკდა 6 სანტიმეტრი გადმოიწია კედელმა. შიგნითაც გახსნილია თელი კედელი ფუნდამენტის ძირამდე. ლილი სხილაძის მსგავსად მოვარდნილი ნიაღვარი პრობლემებს უქმნის ამავე ტერიტორიაზე მცხოვრებ ათობით ოჯახს. წყლით ივსება მოსახლეობის ეზოები და სარდაფები, დადგურდება ნათესები, საძირკველი ეცლება სახლებს. ყოველ წვიმის დროსა რომ მოდის ეს ისა წყიდან წყალი დაიწყორება ჯერ ეს სტადიონი აქ ყურე როგორ არის დაღარული და მე მოდის პირდაპირ და გვივარდება სახლში. აი ძალიან ბევრი ის გვაქვს, რა ქვიან, ზარალი. რავი, ფქვილი არ დამისველ და კედლები და რავი, შპალიერი ყოველ წელიწადს შპალიერს ვაკრავ და იქ უკანა მხრიდანაც კედელი გადმონგრეულია. აღნიშნული პრობლემის შესახებ იციან ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, თუმცა ვერ აკონკრეტებენ მიმდინარე წელს მოხდება მისი მოგვარება თუ მომავალ წელს. იყო ჯგუფი გასული, შეამოწმეს ტერიტორია და ჩვენ ჩასმული გვყავს ეს აღნიშნული ობიექტი ასაკეთებელ ობიექტების ნუსხაში, ანუ სია გვაქვს ისეთი, რომელიც უნდა გადაიგზავნოს საპროექტოზე და უახლოეს მომავალში იქნება პროექტი და როგორც კი თანხა გამონთავისუფლდება, აუცილებლად გავაკეთებთ.